ღირსი სილუან ათონელი ღვთისმშობლისათვის. რა კარგია ყველაფერი, რა საამო და მხიარულია, როცა სული ღვთის სიყვარულში ცხოვრობს. მაგრამ ღვთის სიყვარულის დროსაც მოდის მწუხარებები და რაც უფრო მეტია სიყვარული, მით მეტია მწუხარება. ღვთისმშობელს არასოდეს არც ერთი გული სიტყვით არ შეუწოდავს და არასოდეს დაუკარგავს მადლი, მაგრამ მასაც ჰქონდა დიდი მწუხარებები. ჯვართან დგომისას მისი მწუხარება ოკეანესავით უსაზღვრო იყო, მისი ტანჯვა კი განუზომლად მეტი, ვიდრე ადამის ტანჯვა 60-დან განდევნის შემდეგ. რამე თუ ღვთისმშობლის სიყვარულიც დიდად აღემატებოდა იმას, ადამს რომ ჰქონდა 60-ში. თუ დედა ღვთისა ცოცხალი დარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალი უფლისა განამტკიცებდა მას, რადგან უფალს სურს, რომ ღვთისმშობელს ენახა მისი აღდგომა. ხოლო მისი ამაღლების შემდეგ დარჩენილიყო მიწაზე მოციქულთა და ახალი ქრისტიანი ერის სანუგეშებლად და სასიხარულოდ. ჩვენ ვერ მივაღწევთ ღვთისმშობლის სიყვარულის სავსებას, ამიტომ ვერც მის მწუხარებას გავიგებთ სრულად. ღვთისმშობლის სიყვარული სრული იყო, მას უზომოდ უყვარდა ძე-თვისი, მაგრამ თავისი ხალხიც დიდი სიყვარულით უყვარდა. რა უნდა განეცადა მას, როცა ეს ხალხი, რომელიც მას ასე ძლიერ უყვარდა და რომლის ცხონებაც სურდა, ჯვარზე აკრავდა მის საყვარელ ძეს. ამას ჩვენ ვერ გავიგებთ, რადგან ნაკლულია ჩვენი სიყვარული ღვთისა და კაცთა მიმართ. როგორც ღვთისმშობლის სიყვარულია უზომო და მიუწვდომელი, ასევე მისი მწუხარებაა ჩვენთვის უზომო და მიუწვდომელი. ჰოი ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, გითხარ ჩვენ შენ შვილებს, როგორ გიყვარდა ძე და ღმერთი შენი, როცა მიწაზე ცხოვრობდი, როგორ ხარობდა მისით შენი სული, როგორ უმზერდი მის მშვენიერ სახეს და ფიქრობდი, რომ ეს ისაა, ვისაც შიში და სიყვარულით მსახურებენ ყოველნი ზეციურნი ძალნი. გითხარ ჩვენ რას გრძნობდა შენი სული, როცა ხელში საკვირველი ყრმა გეპყრა, როგორ აღზარდე იგი, როგორ გტკიოდა გული, როცა იოსებთან ერთად 3 დღე დაეძებდი მას იერუსალიმის ქუჩებში. რა ტანჯვა გადაიტანე, როცა უფალს ჯვარცმა მიუსაჯეს და მერე ჯვარზე კვდებოდა. გითხარ ჩვენ რა სიხარული იგრძენი აღდგომის შემდეგ, ან როგორ მოეწყინა შენ სულს უფლის ამაღლების შემდეგ. ჩვენ სულებს წყურიად იცოდნენ, როგორ ცხოვრობდი მიწაზე უფალთან ერთად. შენ ხომ არ ისურვე ყოველივე ეს დაწერილიყო, შენი დუმილით დაფარე ეს საიდუმლო. ბევრი სასწაული და წყალობა ვნახე უფლისა და ღვთისმშობლისგან, მაგრამ არ ძალმიც მცირედი მაინც მივაგო მათ ამ სიყვარულისთვის. რა იმივაგო ყოვლადწმიდა ქალწულს იმისთვის, რომ მან არ მომიძაგა მეცოდვილი, არამედ მოწყალედ მომიხილა და გამსწავლა. მე არ მიხილავს იგი, მაგრამ სული წმინდა მომადლა მისი შეცნობა. იხარებს ჩემი სული და მიიწევს მისკენ სიყვარულით. ტკბილად უჩს გულს მხოლოდ ხსენებაც კი მისი სახელისა. როცა ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, ერთხელ ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვისას, იესოს ლოცვა შემოვიდა გულში და თავისთავად აჟღერდა. ერთხელ კი ეკლესიაში ესაიას წინასწარმეტყველებას ვისმენდი და ამ სიტყვებზე განი ბანენით, განი წმინდენით გავიფიქრე, იქნებ ღვთისმშობელმა ოდესმე შესწოდა თუნდაც აზრით და ჩემს გულში ლოცვასთან ერთად საკვირველად გაისმა ხმა. ღვთისმშობელს არასოდეს შეუწოდავს გონებითაც კი. ასე დაამოწმა სული წმინდამ ჩემს გულში ღვთისმშობლის სიწმინდე, მაგრამ მიწიერი ცხოვრების დროს მას ერთგვარად აკლდა სავსება და ჰქონდა არასრულყოფილების უცოდველი შეცდომები.
ეს ჩანს სახარებიდან, როცა მარიამმა არ იცოდა სად იყო მისი ძე და იოსებთან ერთად 3 დღე დაეძებდა მას იერუსალიმში. შიში და ძრწოლა იპყრობს ჩემს სულს, როცა ღვთისმშობლის დიდებაზე ვფიქრობ. კნინი და ღატაკია ჩემი გონება, გული კი უძლური, მაგრამ სული ხარობს და სურს რამდენიმე სიტყვა მაინც თქვას მასზე. ეშინია ჩემს სულს მასთან შეხება, მაგრამ სიყვარული მაიძულებს არ დავმალო მადლიერება მისი მოწყალებისთვის. ღვთისმშობელს არ ჩაუწერია არც თავისი აზრები, არც სიყვარული თავისი ღვთისა და ძის მიმართ, არც თავისი ტანჯვა ჯვარცმისას. ამას ჩვენ ვერც ჩავწუდებოდით, რადგან მისი სიყვარული ღვთისადმი უფრო ძლიერი და მხურვალეა ვიდრე სერაფიმ ქერუბიმთა სიყვარული და უკვირთ მისი ანგელოზებს, მთავარანგელოზებს და მთელ ზეციურ ძალებს. თუმცა ღვთისმშობლის ცხოვრება თითქოს წმინდა დუმილითაა დაფარული, მაგრამ ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს უფალმა დაგვანახა, რომ დედა ღვთისა მთელ ქვეყანას მოიცავს თავისი სიყვარულით. სული წმინდის მიერ ხედავს მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ერს და თავისი ძის მსგავსად ყველა ეცოდება და ყველას იწყალებს. ნეტავ ვიცოდეთ, როგორ უყვარს ყოვლადწმინდა ქალწულს ყველა, ვინც ქრისტეს მცნებებს იმარხავს და როგორ ებრალება და წუხს მათთვის, ვინც არ ცდილობს გამოსწორებას. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, არ ვტყვი ღვთის წინაშე ვამბობ, რომელიც იცის ჩემმა სულმა, სულით ვიცი ყოვლადწმინდა ქალწული. არ მინახავს იგი, მაგრამ სული წმინდამ შემაცნობინა ისიც და ჩვენდამი მისი სიყვარულიც. რომ არა ღვთისმშობლის მოწყალება დიდი ხანია წარწმუნდებოდი, მაგრამ მან მომიხილა და ჩამაგონა ცოდვების დატევება. მან მითხრა, არ მომწონს იმის ყურება, რასაც შენს ჩადი. მისმა სიტყვებმა, წყნარმა, მშვიდმა და საამომ შეძრეს ჩემი სული. მას შემდეგ 40 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ არ ძალოდ ჩემს სულს მისი ტკბილი სიტყვების დავიწყება. არ ვიცი რა მივაგო მე ცოდვილმა ამ სიყვარულისთვის ჩემდამი უწმინდურისადმი, რა მადლი შევწირო სახიერ მოწყალე დედას ღვთისას. ჭეშმარიტად იგია მეოხი ჩვენი წინაშე ღვთისა და მარტო მისი სახელიც კი ახარებს სულს. მთელი ზეცა და მთელი ქვეყანა ცხარობს მისი სიყვარულით. საკვირველი და მიუწვდომელი ამბავია, იგი ზეცაში ცხოვრობს და მარადის ხედავს ღვთის დიდებას, მაგრამ არ ვავიწყდებით ჩვენ უბადრუკნი, იფარავს მთელ ქვეყანას და ყველა ერს წყალობითა თვისითა. უფალმა მოგცა ყოვლადწმინდა დედა თვისი, იგია ჩვენი სიხარული და სასოება, იგია ჩვენი დედა სულიერი, ახლოსაა ჩვენთან ბუნებით, როგორც ადამიანი და ყოველი ქრისტიანის სული სიყვარულით მიიწევს მისკენ.